გაუმარჯოს YouTube-ს და მონადირეებს, ასევე ჩვენი არხის მაყურებლებს. შეიძლება სულ არ იყოს მონადირე, მაგრამ აინტერესებდეთ ეს თემა და ვიყურებდეს. ყველას მოგესალმებით. დღეს კიდე ერთი ვიდეო მინდა ჩავწერო. ჩემ ვიდეოებს რო გადავხედე, ჩემი ატანეოთი უკვე кайხანია არ მისვრია, ვიდეო არ გადამიღია. ხოდა რაღაც ახლა პატარა ახალი საინტერესო თემა გამომიჩნდა და იმასთან დაკავშირებით მინდა ჩავწერო. დღეს გვექნება სროლები ბილმანის პორტირებული ჩოკებით, აგერ ყველა ნომერი გვაქვს. ლულაზე აყენია 1 ჭრილიანი, 1, 2, 3, 4, 5 ჭრილიანებით და პლუს ეს არის რასტრუბი. პირობითად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის 6 ჭრილიანი ცილინდრზე და 5 ჭრილიანზე კიდევ უფრო განიერია. ეს ბილმანი არის ორიგინალი შვედური წარმოების, სანამ ჯერ კიდე შვედეთში ხდებოდა ამათი გამოშვება. არ ვიცი, მე მგონი გაყიდეს თუ რაღაცა მოხდა მანდ. თავისი წარმოება და მარკა მე მგონი, მაგრამ ეს ორიგინალი შვედურია. ხოლო ეს არის რუსული წარმოების პროგრესის გამოშვება, ეს რასტრუბი განიერი. ხო და ნახოთ, ახლა აი 30 ქვასთან წირო ქვა გდია იქ 35 მეტრიდან ჩვენ სამიზნეზე დავცხებთ. ხო და სტერლინგის ტრაპები. სტერლინგის ვაზნა ტრაპი 24 გრამი 7.5. აი 7.5 24 გრამი ტრაპი. სპორტული ვაზნებია, 7.5 ცოტა მკვრივი საფანტი არის და მაგითი უნდა ვისროლოთ. ჩვენ გვაინტერესებს რამდენად გამოგვადგება ეს ტყის ქათამზე და ქედანზე ეს წონა. ანუ იქ სამიზნეზე არის 65-65-ზე და აი მანძილიდან რამხელა ფანჯრებს დაიტოვებს სხვადასხვა ჩოკებით ნასროლი და ჩოკიც უნდა შეურჩიოთ და ვნახოთ საერთოდ ეს 24 გრამი რამდენად გაამართლებს. და თან კიდე ჩემი ატანეო რამდენად გადატენის ამ 24-26-ებს ტენის, ჩემ დატენილსაც ქარხნულსაც 24-50-50-ზე. ხო, აქ ახლა ერთი განსხვავება ესეთია, რომ ეს 6 ვაზნა ხო უნდა ვისროლოთ. ხო და ამ 6-ვეს ნახეთ რა ლამაზად აქ ეს თავები გაკეთებული. კიდე გადაუჭირე უფრო, ეს არის პირველი აქეთა ქარხნული, სულ მარცხენა და აი შეხედეთ განსხვავებას აშკარად დაინახავთ. და სიმაღლეში ოდნავ დადაბლდა, სულ 2-3 მმ-ით, იმიტომ რომ ეს შიდა ამორტიზატორი ოდნავ შეიკუმშა და დაწოლით მოხდა კონტეინერის ფეხი. ხო და ანუ შესაბამისად ახლა აქ წნევაც გაზრდილი იქნება ამ ვაზნაში და გამოვარდნის სიჩქარეც, საპანტის სიჩქარეც მომატებული იქნება. ახლა რაც შეეხება ამ იმას, თქვია პორტირებულ ჩოკებს. პორტირებული არ ნახრეტებიანი ჩოკი იმით არის კარგი, რომ არა მარტო უკუცემას ამცირებს გარკვეული დოზით, არამედ უცებ გაზების ვარდნა ხდება, სანამ გამოვარდება ჭურვი, ბოლომდე სანამ დატოვებს სრულიდან და აღარ უშლის შემდეგ კონტეინერს და პიშს, რომ ასე ვთქვათ პანჩური ამოწყოს უკნიდან საფანტის ან კონტეინერის გროვას. ესეთი. შემდეგ მეორე კიდევ არის ისეთი, რომ ხრავს კონტეინერს. აი ეგ მოვიტანე, ნახეთ როგორ არის ეს ნასროლი კონტეინერი დახრული. შეხედეთ. აი და კონტეინერს ხრავს, ობტურატორს და კონტეინერს ხრავს და თუ დაკეტილია ესენი შეკრული არის, ესე ხსნის. ეს ახლა მაღალი ხარისხის კონტეინერი იყოს, ეგ გლავპატრონის 6 ფრთიანი, რომელიც თავიდანვე ღიაა, მაგრამ იმებს ახასიათებს ხოლმე, რა ქვია, განსაკუთრებით ზუბერებს, რომ ფრთები არ ეხსნებათ. და ამ ყველაფერს ასრულებს და აკეთებს, აი მათ დახრას ეს პორტირებული, ანუ ნახრეტებიანი ჩოკი. ასევე იგივეს აკეთებს, აი ნახეთ, ეს არის ახალი ობტურატორი, საერთოდ ახალი და ესენი უკვე ჩემს მიერ სროლების მერე მოძებნილი
აი აქეთ იქით უკვე ნახეთ როგორ არის დახრილი ორივე მხრიდან. შიგნითაც რო გაატარებ რაღაც ისეთი ეგოება ნემსკავი გედებაო რა, ესეთი შეგზნება აქ ამ ჩოკებს. ხოდა კონტეინერის 100%-იან გახსნას უწყობს ხელს. კარგით, გავისრულოთ ახლა პირველი სროლა და დავიწყეთ სეგმენტი ლაპარაკის და დროის კარგვის გარეშე. ესე იგი, სრული ჩოკია პირველი, ერთჭრილიანი და ვისრულოთ ზუბერის უკაცრავად სტერლინგის ტრაპი 24 გრამიანი. ჩემი ატანეო 76-იანი ლულით თავზე სრული ჩოკი, ანუ ერთი ჭრილი ბილმანის ნახრეტებიანი პორტირებული. ვტენით სტერლინგს. სტერლინგის ტრაპი, სპორტული ვაზნა 24 გრამი, 7.5 ნომერის საფანტი. თან ვნახოთ როგორ გადატენის და დარჩება ღიად. კაი დარტყმა მქონდა, აი გადატენა მოხდა და აქეთ გდია ვაზდა. პირველი გასროლა შედეგით სახეზეა, 7.5 საფანტი 24 გრამიანი ბილმანის სპორტირებული სრული ჩოკით, ვაზნა სტერლინგი ტრაპი 35 მეტრზე. ასეთი შედეგი მივიღეთ. ცოტა არის აქეთ ზედა კუთხეში გამოქცეული, თუმცა გასროლის დროს ვერ ვიგრძენი. გავაგრძელოთ სროლა, შევცვალოთ და შემდეგი ჩოკით დავუცხოთ. ჩოკი შევცვალეთ, დავაყენეთ ორჭრილიანი 0.75. დანარჩენი ყველაფერი იგივეა, ვაზნა, მანძილი, სამიზნე იგივეა ყველაფერი. ნახოთ ახლა როგორ მოხდება თუ გადატენა ისევ ამჯერად. აი ნახეთ, გადატენილია. კარგად მუშაობს. იქ ეტყობა ისეთი ძალით მოხდა, საერთოდ ააყირავა სამიზნე. ესეც მეორე გასროლა იგივე ვაზნით ორჭრილიანი ჩოკით და თითქმის რაღაცნაირად გავს პირველ ერთჭრილიანიდან გასროლას. ისევ ცოტა აქეთაა გადმონაცვლებული, თუმცა თოფი ჩვეულებრივად მეკავა. კონტეინერებს ვერ პოულობ. არ ვიცი, ისე დახრა რომ დაკარგას უთუსაც აიღო. მესამე გასროლა ჩოკი ისევ შეცვლილია, ახლა დგას 0.5-იანი 3 ჭრილით. ვტენით. თითქოს კარგად უმიზნებ, მაგრამ მაინც ცოტა მარცხნივ და ზემოთ 10-11 საათისკენ მიაგდა, რატო ვერ ხვდები. ისევ გადატენილია, ვაზნაც მოშორებით გადმოაგდო. ესეც მესამე შედეგი იგივე სტერლინგის ტრაპი ვაზნით ბილმანის ჩოკიდან. ეს იყო უკვე 0.5-იანი ჩოკით ნასროლი 3 ჭრილით. ასეთი სურათი გვაქვს. რომ მეგონა რომ გამექცავა არა. ყველაფერი კარგად იყო. მე მგონი ღირს ამ ვაზნის მოსინჯვა. ჯერჯერობით რაც იყო ისინი თუ არ გამექცა ის ორი, ხო? და იქით წაიღო იმ ჩოკებმა, არ ვიცი რისი ბრალი იყო. ამას არ აუშავდა. ნახევარი ჩოკით კედანზე ზღის და იმაზეც ტყის ქათამზეც, იმიტომ რომ გინდა ერთი, გინდა მეორე, აი ტყის ქათამი ხო ცოტა უფრო პატარა, ფთას რო გაშლის მინიმუმ 2 მტკაველია სიგრძე. აი ამ ხელა ის ანუ ეს დაუღებელი არ უნდა დარჩეს რა. შეიძლება მოსინჯვა, გამოცდა ამათი. ხო და
ნახოთ აბა რა შედეგს მოგვიტანს მაგვაზნებით ნადირობა. ხო, დაგვრჩა კიდე 3 გასროლა, 4 ჭრილი, 5 ჭრილი და რასტრუბი, ანუ იგივე შეიძლება ვთქვათ, რომ ვითომ 6 ჭრილია. მეოთხე გასროლა რომელი უჭირავთ უკვე? მაიხედი აქეთ. 3:20-ია. მაირი შენა ხარხოვიც სიჩუმის გიცა. მეოთხე გასროლა ჩოკი შევცვალეთ ისე 4 ჭრილი აყენია 0.25 ჯერჯერობით რასაც უყურებ კარგად ტენის 64 გრამებს შეიძლება ამანაც უშველა მოდერნიზება მასე ვთქვათ ეს ნახოთ აბა რას გვიჩვენებს ეს გასროლა გადატენილია ისევ დაახლოებით 2 მეტრში გადააგდო ცარიელი მასრა წესით ახლა შედარებით კიდე უფრო მეტად უნდა იყოს გაშლილი ესეც მეოთხე 4 ჭრილიანით 0.25-დან ნასროლი რა ვიცი მომწონს უფრო გაფართოებულია მთელ სამიზნეს არის მოდებული ურიგო ნამდვილად არ არის ესო ცოტა 5-10 მეტრით ახლოდან რო იყოს ნასროლი ან უფრო წვრილი რო იყოს 8-9 ნომერი და არა 24 არამედ 26 გრამი უფრო მეტად იქნებოდა დახუნძლული ანუ ამის განაწილება მომწონს გავაგრძელოთ მეხუთე გასროლა ჩოკი ისევ შეიცვალა ამჯერად დაყენებულია ცილინდრი 5 ჭრილიანი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს წესით ახლა ამ მანძილზე 24 გრამს არ უნდა ვესროდე მით უმეტეს 7.5 ცილინდრით მაგრამ ავცადოთ აბა მაინც წესით ეს კიდე უფრო მეტად და თანაბრად უნდა იყოს განაწილებული თუ ჩვენ ამ ცილინდრით ასეთ მანძილზე ვესვრით დაუშვათ 26 ან 28 გრამიანს თუნდაც იგივე 7.5-ს გაცილებით უკეთესი შედეგი იქნება დამერწმუნეთ ნუ 8 და 9 ნომრებზე საუბარიც აღარ არის გადატენილია უპრობლემოდ წავიდეთ აბა ვნახოთ ცილინდრმა რა ქნა ესეც მეხუთე ცილინდრით ანუ 5 ჭრილით ნასროლი როგორც ყოველთვის ცილინდრი ტრადიციას არ ღალატობს და აი იმიტომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაყვარლესი და უპოპულარულესი ჩოკი ნადირობის 90%-ს არ აქვს მნიშვნელობა იხვია გველია თუ გველკუა სულ ეს ცილინდრი მიყენიათ ეს ზომა თოფზე კი არის ცილინდრი და კი ცოტა მეტად გაშალა 0.25-თან შედარებით კიდევ მაგრამ აი როგორც თქვით ამ აი ორ მტკაველიან გაბარიტებში ყველა ვარიანტში აი საიდანაც არ უნდა გადაზომო აი რომელი მხრიდანაც რამოდენიმე მარცვალი მაინც ყვება თან ახლა გაითვალისწინეთ ეს 7.5-ია და რო იყოს 8-9 ნომერი ეს კიდე უფრო მეტად იქნებოდა უფრო თანაბრად დახუნძლული ასე რომ დღის ქათამს არანაირი შანსი არ აქვს ჩემი აზრით ასე პირველია შემდეგი წავედით ახლა ტრაპიც ბოდიში ტრაპი ვაზდა მაგრამ ის რა ქვია ჩოკი რასტრუბი
ისიც დავაჭექოთ ახლა და ვნახოთ ის კიდე ის საერთოდ სასწაული გაშლა აქ იმას კიდე წესით მაგი 35 მეტრიდან არც უნდა ესროლო მაგრამ აი ვცადოთ რა რახან მივყევით ამ ტენდენციას დამვაზნებზე გვაქვს და ჭრილების მიხედვით ბარემ ეგეც შევადაროთ ცილინდრი შევცვალეთ ახლა მე-6 გასროლა გვექნება ხო და რასტრუბი დავაყენეთ რომელიც ცილინდრზე კიდევ უფრო განიერია და შესაბამისად განიერი რახან არის კიდევ უფრო ნაკლები მარცვალი უნდა კონდეს მოხვედრილი ნეტა 26 გრამი წამომეღვა 8 ნომერიან რაღაცა რომ უფრო წვრილი საფანტით ამ მანძილზე ცოდოა ამის სროლა ძალიან გაფანტავს ესე იგი გადატენილია ისევ იდეალურად კარგად მუშაობს 24 გრამზე უპრობლემოდ ტენის ესეც მე-6 შედეგი სტერლინგის ტრაპი 35 მეტრიდან 7.5 საფანტი 24 გრამი ჩოკი რასტრუბი პორტირებული აი ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებით რომ ეს არის 7.5 გრამი იგივე 9 ნომერი რო ყოფილიყო 24 გრამი ეს იქნებოდა სულ უფრო მეტად დახუმძლული მაგრამ აქ რაც არის რასტრუბის დანიშნულება ის გააკეთა უნდა გაფანტოს გაიტანოს გვერდებზე რო გადაზომო 2 მტკაველიან გაბარიტებში ანუ გაშლილი ფრთის გაბარიტებში ნებისმიერი ადგილი ჯდება და თქვენ წარმოიდგინეთ კიდე ამ ფურცლის გარეთ არის გატანილი გადასარევია უეჭველი წავალ მე ამ ვაზნებით გამწდი დღის ქათამზეც და ქედანზე ხო ვწდი და ვწდი ნუ ქედანზე ალბათ უფრო ნახევარ ჩოქს ან სრულ ჩოქს წავიღებ ან 2 ჭრილიანს 1-2 ან 3 ჭრილიანს იმიტომ რომ ეს ახლა ქედანი კიდე მაღალზე რო ესროლო ეს კიდე მეტად გაფანტავს და იქ უკვე შეიძლება გაძვრეს ამა დღეს ამით მოვრჩით ჩვენი ბაბახინგი ასე ვთქვათ დილმანის ჩოკებით და ერთი რუსული რასტრუბით სტერლინგის ვაზნებით ჰქონდა სროლა უკვე იცით ეგ ყველაფერი ნუ შტაბეჭდილება როგორია ნუ თითქოს ცუდი შედეგები არ მოგცა მაგრამ მაინც უნდა მოისინჯოს სანადიროდ ასე რომ ყველაფერს პირველი ნადირობები გვაჩვენებს თუ იმის რა ქვია 7.5 ტრაპის გარდა კიდე წავაწყდები 9 ნომერს კიტებს ხო იმასაც აუცილებლად ავიღებ ის 24 გრამიც რო იყოს მარცვალი გაცილებით მეტი იქნება უკვე ხო ესეთი ჩანთამაკ ჩოკების თავის გასაღებებით თავისი ჩოკებით ხო ეს შევიძინე ასეთი ტუბუსი თუ მაგალითად აი მთელი კომპლექტი ჩოკების თრევა არ გინდათ თან 2 წელს რომელიც კიდე ერთი უკეთია და 2 კიდე ან ერთი დამატებით ჩადებთ და მორჩა ადგილსაც არ იკავებს და თოფთან ერთად ჩეხოლში ჩადებთ თოფის გვერდზე ისე აქ რა გვაქვს ახლა ჩოკის გასაღებები თვითონ ჩოკი ეს არის კარლსონის ჩოკების კეისი მაჩუქეს ეს ერთმა კარგმა კაცმა მაჩუქა და აქვე მიდევს აი ჩოკის ტავოტი გადმოვიტანე ასეთი პამადაწებოები რო არის დამთავრდა ეს ქაღალდის წებო და ამაში გვაქვს ესეთი დასაზეთი ეს იტალიური ტავოტი რომ აქვს სულთან და მაქვს ისიც ხო და ყველაფერი არის კომპაქტურად და მყუდროდ განლაგებული ეს ყოველ შემთხვევაში სტილოც დამაქვს ან მოწმენდა რაღაცა დაჭირდეს ზედმეტი ტაოტის ამ ჩოკებს და ასეა და
აბა დროებით კიდე გვექნება ჩვენ აქ ესეთი გამოძრომა სროლები. ყველაფერს გადავიღებთ, რასაც ჩავთვლით, რომ საინტერესოა თქვენთვის, ჩვენთვის და ყველასთვის. გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, დაგვილაიქეთ თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და მერე სხვაებიც ნახავენ კიდე რო გავრცელდება ინტერნეტის სივრცეში. აბა კარგად იყავით. გილოცავთ კიდე დღეს 1 ოქტომბერია და სანადირო ფრინველების სიას დღეიდან უკვე მთელი საქართველოს ფარგლებში დაემატა ტყის ქათამზე ნადირობაც. იმიტომ იყო ეს თავიდან უნდა მეთქვა ეს მოლოცვა თავიდან უნდა გამომეგზავნა და იმასთან იყო დაკავშირებული დღევანდელ დღესთან ეს ვაზნების ნაყიდი ვაზნების გამოცდა. აბა კარგად იყავით.